გემის ან არგავლის საკითხთან დაკავშირებით არავისგან არ მქონია. ეს არის დღე გემახსოვრებას თქვენს 2 თებერვალი დიდი აქცია ჩატარდა თბილისის მოლთან, თბილისის შესასვლელთან და არც იქ და არც რუსთაველის განძილზე ხალხის ნაკლებობა, მოქალაქეების ნაკლებობა საპროტესტო აქციებზე ნამდვილად არ იყო. უფრო ლოგიკური იქნებოდა შინაგანსაკუთრების სამინისტრო სხვა დღეებზე მომდავებოდა, სადაც შეიძლებოდა რაიმე ტიპის არგუმენტი არსებულიყო, რომ ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი იყო შეკრებილი. ამ დღეს ნამდვილად რუსთაველის განძილზე წვიდექი, სავალ ნაწილზე წვიდექი, მოძრაობდი მოქალაქეებს შორის, საუბრობდი, ვამხნევებდი და ვიყავ მათ შორის თბილისის მოლთანაც. ორივე საპროტესტო აქციაზე იყო მოქალაქეთა საკმარისზე მეტი რაოდენობა, რომ გადაგაკეთილიყო და შეიძლება უფრო საჭიროებად და აუცილებლად კი იყო აქვს. კარგი, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, შემდეგ ეტაპი მოიხსენება გახავთ შეკითხვების დასუსტად. თუ გახსოვთ შეესწავლით თუ არა გადაკეთების ფაქტს, ანუ თავდაპირველად ტროტუარზე იდეთ და შემდგომ გადახვედით თუ ეს გარემოებები არც ეს არ მახსოვს, თუმცა რომ შევსწრებოდი გადაკეთებას, აუცილებლად მოქალაქეებთან ერთად გადავიდოდი სავალ ნაწილზე. ამას გეუბნებით პირდაპირ მორიდების გარეშე და კადრებში რადგან არ ჩანვარ ან ვერ მიპოვეთ, ან თქვენმა პროგრამამ ვერ აღმოაჩინა ჩემი სახე, ალბათ არ ვიყავი მისული შესაბამის დროს და შეუერთდი მოგვიანებით. მოწოდებები არ ყოფილა პოლიციის მხრიდან, თქვენ როდესაც მიხვედით პოლიციის კორდონი აღარ იყო? არ მახსენდება. არ მახსენდება, იმიტომ რომ თითქმის ყოველ დღე დავდივარ აქციებზე და ყოველ დღის ქრონოლოგია განსაკუთრებით კიდე რამდენი თვე გავიდა, 2 თვე ხო ალბათ. 2 თვის დაგვიანებით შედგა ოქმი და კიდევ 2 თვის შემდეგ სასამართლოში მე გატიჟებით. ნამდვილად არ მახსოვს ეს ქრონოლოგია.